საღამო მშვიდობის პარასკევია და თქვენ ტრადიციულად გზამკვლევს უყურებთ. მე ნაზი ქობულაძე ვარ. 2025 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბათუმის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა 29 მილიონ ლარს აჭარბებს. გასულ წელთან შედარებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდას უზრუნველყოფს. უფრო დეტალურად პროგრამებსა და მათში ჩართვის კრიტერიუმებზე ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე გვეტყვის. მანამდე კი ვნახოთ რეპორტაჟი. ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. მწეველი ადამიანები დაავადების განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ბათუმის მერიამ დაიწყო სკრინინგ პროგრამა, რომელშიც ჩართვა ბათუმის მაცხოვრებლებს უფასო კვლევებისთვის უკვე შეუძლიათ. ჩვენ ამ ეტაპისთვის მიმდინარედ გვაქვს ფილტვის კიბო სკრინინგის პროგრამა, რომელშიც ჩართულობა შეუძლია ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულ ქალბატონებს და მამაკაცებს, ვისაც აღენიშნება ფილტვის მხრივი ჩივილები, განხორციელებული ხველა, სისხლიანი ნახველი, ქრონიკული გადატანილი დაავადებები, ან ანამნეზში აქვთ გენეტიკური დაავადება, ონკოლოგიური. ფილტვის კიბოს სკრინინგი მოიცავს ძირითადად ამ პროგრამის ფარგლებში პაციენტი მიიღებს ონკოლოგის კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება კომპიუტერული ტომოგრაფია. სკრინინგში ჩართულობა შეუძლია ქალბატონებს და მამაკაცებს 50 წლიდან საპენსიო ასაკამდე. ანგიოგრაფია, გეგმიური გულის და კორონარული არტერიების ანგიოგრაფია, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კვლევები, კატე და MRT. ბათუმის მერია გარდა ამ კვლევებისა, ასევე აფინანსებს ზოგიერთ ნოზოლოგიას, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის მიერ. მარტო ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქალაქში ბათუმში დაახლოებით 5 ცენტრია თუ არ ვცდები, სადაც შესაბამისი კვლევები ტარდება. სახელმწიფოს ჩართულობა ამაში არის უდიდესი. რომ არა სახელმწიფოს ქვეშ დგომა აი ამ დარგის მიმართ, რა თქმა უნდა, დაზარალდებოდა თვითონ დარგიც და რა თქმა უნდა დაზარალდებოდა პაციენტებიც. იმიტომ რომ ფინანსები არც თუ ისე ცოტა იხარჯება, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მაღალტექნიკური ეფექტური და დიდხარჯიანი ჩარევები, საშუალო ციფრებით თქვა კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია შეიძლება 4000, 5000-დან 20000, 25000 ლარიც კი მოიცვას ყველაფერმა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ფაქტობრივად ვერც კი გებულობს თავის ოჯახის ჯიბეს, თავის ასე ვთქვათ ფინანსურ დანაკარგს ფაქტობრივად არ განიცდის. საუბარია აჭარის მოსახლეზე და აჭარის მოსახლეზე კიდე ბათუმის მოსახლეზე. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და მოიცავს როგორც მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებს, ასევე მოწყვლადი კატეგორიის მქონე პირებისთვის ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებასაც. ამ პროგრამით ისარგებლებს 2235 პირი. ესენი არიან 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე არასაპენსიო ასაკის მოსახლეობა. იქედან გამომდინარე, რომ საპენსიო ასაკის მოსახლეობას აფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. და ხდება დამატება. ეს არის კოლონოსკოპია, გასტროსკოპია, გარდა ამისა მაღალტექნოლოგიური კვლევები. ეს არის თქვათ იგივე კატე კვლევა, იგივე მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა, ანგიოგრაფიის დაფინანსება არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ სპეციალურად არ აქვს მითითებული იქა, თქვათ კოდი, ეს არის ყველა ანგიოგრაფია, ყველა ესე იგი მაგნიტორეზონანსული კვლევა დაფინანსება 50%-ით. ესევე გათვალისწინებული იყო ასევე გენდერული კუთხითაც, მაგალითად ამბულატორიულ ის კოდები, რომელიც ამბულატორიით გადიოდა და არ ფინანსდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის მიერ, ასევე 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე არასაპენსიო ასაკის მოსახლეობას უფინანსებთ 70%-ს მოტანილი ინვოისის საფუძველზე. და ასევე მინდა აღვნიშნო ონკოპაციენტებისათვის ესეც ახალია იმუნო და ტარგეტ თერაპიის სერვისების დაფინანსება. ბათუმის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების საერთო ბიუჯეტი მიმდინარე წელს 28 მილიონი ლარია. აქედან ჯანდაცვის მიმართულებით 10 მილიონი დაიხარჯება. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც უკვე გითხარით, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ქალბატონი ლელა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისათვის.
2 მილიონი ლარით არის გაზრდილი ბიუჯეტი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. გვითხარით უფრო მეტი რამ გამოიწვია ზრდა, კონკრეტულად სად არის, რა მიმართულებით არის გაზრდილი და შემდეგ უკვე გადავალთ კონკრეტულ პროგრამებს. უკვე აღნიშნეთ თქვენ და რეპორტაჟშიც იყო საუბარი იმაზე, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. ბიუჯეტის ზრდა გამოწვეულია ერთი მხრივ ბენეფიციართა ჯგუფის გაფართოების და ბენეფიციართა რაოდენობის ზრდით და ასევე ახალი ღონისძიებების დაფინანსებით, რაზეც რეპორტაჟშიც იყო საუბარი, მაგალითად მცირე გინეკოლოგიური ამბულატორიული პროცედურები, რომლებიც ადრე არ ფინანსდებოდა და არ ფინანსდება სხვა პროგრამებით, დაემატა ეს კომპონენტი, გარდა ამისა ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებაში დაემატა ონკოლოგიური პაციენტების ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება. მოგეხსენებათ ზოგადად სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ქვეყანაში ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და სხვა პროგრამების ფარგლებში ჩვენი რეგიონის მოსახლეობას გარდა ამისა შეუძლია ისარგებლოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით, რომლებიც ყოველწლიურად ბიუჯეტი იქაც იზრდება და მერის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამი ფარავს იმ ნაწილს, იმ სერვისებს, რომლებიც არ იფარება ამ სხვა პროგრამებით, შესაბამისად, მაღალი არის მომართვიანობა. გასულ წელს 55000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამებით და წელს ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და 60000 სავარაუდოდ გადააჭარბებს. კი ბატონო, ვისაუბროთ ცალ-ცალკე პროგრამებზე, რას თავაზობს მუნიციპალიტეტი მოსახლეობას და როგორია მათში ჩართვის კრიტერიუმები. დავიწყოთ ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკასა და პრევენციაზე. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რას აფინანსებს ბათუმის მერია, რა მიმართულებებს და როგორ უნდა ჩაერთონ ადამიანები ამ პროგრამებში. ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა და გამოვლინების პროგრამა არის სახელმწიფო პროგრამაც. პრაქტიკულად ანალოგიური უბრალოდ ბათუმის მერიას აქვს დამატებული კიდევ ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა, მაგრამ ჩვენი პროგრამები არის ეხება განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფს. ანუ ახალგაზრდა ქალებს 25-დან 30 წლამდე ასაკის და 30-დან 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგი, რაც გულისხმობს სარძევი ჯირკვლის ელასტოგრაფიას, მამოგრაფიის ჩატარებას, საკვერცხის, პროსტატის კიბოს, სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგს ონკომარკერებით. ეს პროგრამა ზოგადად პრევენციის პროგრამები და სკრინინგის პროგრამები არის დიდ მასაზე გათვლილი და ანუ შეუძლია მოქალაქეს მიმართოს უფრო ხშირად, რა თქმა უნდა, ექიმი აძლევს ამ რეკომენდაციას, სანამ გამოვლინდება რაიმე ტიპის სიმპტომები და უფრო ადრეული გამოვლენა ონკოლოგიური დაავადებების ეს ცნობილი ფაქტია, რომ დაახლოებით 75% და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტადაც უზრუნველყოფს კარგ გამოსავალს. კი ბატონო, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს გარკვეული ტიპის შეღავათები და პროგრამები. გვითხარით ბათუმის მერია ამ მიმართულებით ბათუმის მერიის პროგრამა გულისხმობს იგივე მომსახურების მიწოდებას, რასაც აწოდებს 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სახელმწიფო პროგრამა. ჩვენ გვაქვს 18 წელს ზემოთ ასაკის მქონე, ასაკის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების რეაბილიტაციის პროგრამა, რაც გულისხმობს დღის ცენტრის მომსახურებას, ყოველდღიური მომსახურებას გამოსასვლელი დღეების გარდა, მათ სოციალურ აქტივობებში ჩართვას, მათთან მუშაობენ სპეციალისტები, ფსიქოლოგები, სადაც საჭიროა ლოგოპედები და ასე შემდეგ და ისინი უზრუნველყოფილი არიან მთელი დღის განმავლობაში კვებით
და გარდა ამისა ცენტრი უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას სახლებიდან ცენტრში და საღამოს ცენტრიდან სახლებში. კი ბატონო, მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედული მომსახურება, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ ამ პროგრამის შესახებ, სად უნდა მივიდნენ ადამიანები, რა ასაგზეა ეს ყველაფერი გათვლითი და როგორია მასში ჩართვის კრიტერიუმები, ვისთვის არის უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ. სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურების პროგრამა დიდი ხანია ფუნქციონირებს მერიაში. ეს არის სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, რომლებიც არიან მერიის უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარები, ანუ უფასო სასადილოს ბენეფიციარები. აქ ცხადდება ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულ კლინიკაში კლინიკას მიმართავს ბენეფიციარი რაც ჭირდება, ანუ იქ პროტეზირება თუ კბილების მკურნალობა, ან იქნებ კბილის ექსტრაქცია, რაც ჭირდება იმის მიხედვით, შემდგომ უკვე ეს ორგანიზაცია წარმოადგენს ჩვენთან შესრულებას და ხდება ანაზღაურება. ანუ აქ პირდაპირ მიმართავს იმ კლინიკას, სტომატოლოგიურ კლინიკას ბენეფიციარი. გათვლილია მხოლოდ იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რომლებიც არიან ჩვენი სასადილოების ბენეფიციარები. შეზღუდულ შესაძლებლობებთა მქონე სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია, ვიცი რომ ეს საკმაოდ ისეთი მოთხოვნადი და პოპულარული პროგრამა, გითხარით წელს რამდენია ბიუჯეტი, რამდენ ბენეფიციარზე გაქვთ გათვლილი და რას თავაზობთ, უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია რას მოიცავს? საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია მოიცავს ბენეფიციარების დასვენებას 12 დღის განმავლობაში მათ მიერ შერჩეულ კურორტზე, მათ მიერ შერჩეულ სასტუმროში. ბენეფიციარები აქ არიან მრავალშვილიანი ოჯახები და მათი ამ ოჯახების წევრები, ბავშვები, სოციალურად დაუცველები, ვეტერანები 30 წლამდე ასაკის ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ეს მომსახურება მოიცავს საკურორტო მომსახურების მიწოდებას, კლიმატოთერაპიას, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროცედურების, მაგალითად სამკურნალო მასაჟის ჩატარებას, სამჯერად კვებას, პროგრამა ძალიან მაღალი მომართვიანობა გვაქვს პროგრამაში და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი წლის ისტორია აქვს, იქ ცოტა ფორმატიც შეიცვალა, თუ ადრე ცხადდებოდა ტენდერი და სულ 3 კურორტზე შეგვეძლო ჩვენ ბენეფიციარების გაგზავნა, ახლა უკვე ბენეფიციარი თვითონ ირჩევს სასტუმროსაც, კურორტსაც, არ არის შეზღუდული საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადგილას შეუძლია დაისვენოს. თუ თავიდან იყო დაახლოებით 1000 ბენეფიციარი, მერე გახდა 1500, ახლა 2000 ბენეფიციარზე მეტზე გვაქვს პროგრამა გათვლილი. პროგრამა როგორც წესი ზაფხულის პერიოდში უფრო დატვირთულია და 15 ოქტომბრამდე გრძელდება ეს მომსახურება. ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია ესეც საკმაოდ მოთხოვნადია, ყოველ შემთხვევაში ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ ხშირად მოგმართავენ მუნიციპალიტეტს მსგავსი ტიპის მოთხოვნებით. გვითხრით უფრო მეტი რა ტიპის შეფერხებების პრევენციაზეა ლაპარაკი, ან სკრინინგი გულისხმობა და რეაბილიტაციის რა სერვისს უფინანსებთ? აქაც ზოგადად ჩვენი პროგრამები დაყოფა შეიძლება 3 ძირითად მიმართულებად. ეს არის მკურნალობაში დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა და მეორე დიდი, ასე ვთქვათ, სეგმენტი არის რეაბილიტაციო მომსახურება, მათ შორის საკურორტო და დიდი სეგმენტია ასევე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს შეიცავს. ერთი მსხვილი ქვეპროგრამა და ღონისძიება ამ ქვეპროგრამის არის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება. აქ საუბარი არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის განვითარების შეფერხება. პროგრამის ძირითადი მიზანი არის ამ შეფერხებების დაძლევა და ბავშვის, ასე ვთქვათ, მომზადება სკოლაში წასასვლელად 6 წლამდე ასაკში, ასაკი ამით არის განსაზღვრული. ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით
ბავშვები ღებულობენ მულტიდისციპლინური ჯგუფის მომსახურებას. ამ მულტიდისციპლინურ ჯგუფში შედის როგორც ფსიქოლოგი, ლოგოპედი, განვითარების სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, გათვალისწინებულია 8 მეცადინეობა, 8 კურსი, ასე ვთქვათ, თვის განმავლობაში და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროგრამა იმ მიმართულებით, რომ დროული, ასე ვთქვათ, დროული დიაგნოსტიკა რაღაცა პრობლემების ბავშვის განვითარებაში გვაძლევს საშუალებას ეფექტურად დაიძლიოს ეს პრობლემა და ბავშვი მოემზადოს, ასე ვთქვათ, სკოლაში წასასვლელად. მეორე დიდი ასევე რეაბილიტაციის მიმართულების არის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამა. აქ ჩვენ გვაქვს 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, იმიტომ რომ 2 წლის ასაკამდე დიაგნოსტირება აუტისტური სპექტრის პრინციპში არ ხდება და 2-დან 18 წლამდე აქ 20 მეცადინეობაზე არის საუბარი თვის განმავლობაში. აქაც მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი, ქცევის თერაპევტი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი და რაც მნიშვნელოვანია, ეს პროგრამა ასევე გულისხმობს მშობლებთან მუშაობასაც, იმისათვის, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის გარეთ, ასე ვთქვათ, სახლში მშობელს შეეძლოს ამ ბავშვებთან მუშაობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია მუდმივად მუშაობა ამ ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. გარდა ამისა, უფრო პატარა კომპონენტია და ნაკლები ბენეფიციარებია. 1 წლამდე ასაკის თანდაყოლილი მენჯვარდაყის ამოვარდნილობის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია, სამკურნალო რეაბილიტაცია, მასაჟები და კალციუმის პრეპარატის მიწოდება. 2-დან 10 წლამდე სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის ლოგოპედის და ფსიქოლოგის მომსახურება და გარდა ამისა, სმენის მეორეული სკრინინგი ახალშობილებში. ანუ პირველადად ეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება სკრინინგი ბავშვის დაბადებისთანავე სამშობიარო სახლში და შემდგომ უკვე მეორეული სკრინინგი, როცა პირველ ეტაპზე რაღაცა პრობლემა არის გამოხატული და ესაჭიროება ბავშვს მეორეული სკრინინგი, ამას ვახორციელებთ ჩვენი ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში. იმიტომ რომ ბევრი ბენეფიციარია, 2000-ზე მეტი ბენეფიციარია ამ ყველა კომპონენტში, შესაბამისად მაღალი არის ბიუჯეტი და ნახევარზე მეტი ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტის არის ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები. კი ბატონო, ქალბატონო ლელა, რისი კითხვა მინდოდა? მშობლები ბავშვთა რეაბილიტაციისთვის, თქვათ, თვითონ ირჩევენ რომელ მედიკოს მიმართონ თუ განსაზღვრული არის, თქვათ, ვინ ემსახურება ამ შემთხვევაში? ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, ისევე როგორც ჯანდაცვის ყველა პროგრამაში, ბათუმში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან და ყველა სარეაბილიტაციო ცენტრთან, ასევე დედაქალაქში თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან, უბრალოდ მათ დიდი ნაწილთან არც წლის განმავლობაში ახალი ხელშეკრულების და ახალ კლინიკასთან ხელშეკრულების გაფორმების პრობლემა არ აგვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რო არ შევზღუდოთ მშობელი მიმართავს, ანუ ექიმის დიაგნოზით და ფორმა 100-ით, მოდის ჩვენთან თვითონ ირჩევს, რომელ სარეაბილიტაციო ცენტრში შეუძლია უნდა ბავშვის მიყვანა და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მას შეუძლია წლის განმავლობაში შეცვალოს სარეაბილიტაციო ცენტრი თუ რაღაცა ჩათვალა, რომ სხვაგან უკეთესად მოემსახურებიან, შეუძლია რომ შეიცვალოს არც ეგ არის პრობლემა. კი ბატონო. ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება რას გულისხმობს? ეს გულისხმობს დიალიზის პაციენტებისთვის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას, თვითონ პაციენტებს ერიცხებათ ეს თანხა და იგივე არის ლეიკემიით დაავადებულებისთვის. მატერიალური დახმარება
კი ბატონო. და ერთ-ერთი ასევე ძალიან პოპულარული, ყველა დროის და ყველა წლის, ასე მგონია, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება. გვითხარით უფრო მეტი ძირითადად რა შემთხვევებში მოგმართავენ, იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამა ფედერალური, იგივე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, მაგრამ მაინც მუნიციპალიტეტისთვის მიმართვა საკმაოდ პოპულარული არის ნებისმიერ შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან. ანუ ეს ინდივიდუალური პროგრამა სწორედ გულისხმობს იმ მსახურებების დაფინანსებას, რაც სხვა პროგრამებით არ ფინანსდება. სიუჟეტის იყო საუბარი მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე, მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ანგიოგრაფიები, უფრო ნაკლებად ღირებული, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შესაძლოა იყოს ფინანსური ტვირთი, მაგალითად გასტროსკოპიები, კოლონოსკოპიები, მცირე გინეკოლოგიური ოპერაციები. აქ ბენეფიციარები არიან ის ადამიანები, ვისაც ეს არ უფინანსდება. ანუ 1000 ლარამდე შემოსავლის და არასტაბილური შემოსავლის მქონე საპენსიო ასაკამდე ადამიანები. აქ გამოკვლევების 50% ფინანსდება, გარდა ამისა ინდივიდუალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გეგმიური ოპერაციების თანადაფინანსება, ანუ ის რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება და დარჩენილი 30%, რომელიც არის გადასახდელი პაციენტის მიერ ამ დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის ჩვენს მიერ იფარება მერის პროგრამებით იფარება სრულად პრაქტიკულად მას გადასახდელი არ აქვს არაფერი. და აქვე არის კომპონენტი ონკოლოგიური პაციენტების ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა პრაქტიკულად სრულად ფინანსდება როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შედის მერე თანაგადახდაში და რჩება აი ეს პატარა კომპონენტი, რაც გულისხმობს აი მაგალითად ქიმიოთერაპიის დროს თვითონ ამ პროცედურის ჩატარების ღირებულების ანაზღაურებას და აქ შევდივართ ჩვენ უკვე კი ბატონო, წავიდეთ დასასრულისკენ. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ შეშემოპირთა და ასაკით პენსიონერთა დახმარება, ამასთან დაკავშირებით და გულის კორონოგრაფია და ასე შემდეგ, რომელსაც თქვათ ავსებთ ასევე სხვა პროგრამების დაუფინანსება. კორონოგრაფია ფინანსდება მაღალტექნოლოგიური კვლევების და ანგიოგრაფიის ერთ-ერთი სახეობაა და ანუ ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამიდან, ხოლო რაც შეეხება გლუკომეტრის ჩხირებით უზრუნველყოფას, ეს პროგრამა ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. აქაც მზარდი არის მომართვიანობა. გასულ წელს 1000 ბენეფიციარზე იყო გათვლილი. წელს უკვე არის 2800 ბენეფიციარზე გათვლილი და ეს გულისხმობს 100 ლარის ღირებულების გლუკომეტრის ჩხირებით უზრუნველყოფას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების. მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი გულისხმობს, ასე ვთქვათ, გლიკემიის მუდმივ კონტროლს, დღეში ხან ორჯერ, ხან სამჯერაც სჭირდება ადამიანს შაქრის გაზომვა სახლის პირობებში და ჩვენ ვცდილობთ, ასე ვთქვათ, შეუმსუბუქოთ და გავცეთ ამ ბენეფიციარებისთვის გლუკომეტრის ჩხირები. ეს შედარებით ახალი პროგრამაა, მაგრამ მოთხოვნადი. და ბენეფიციართა რაოდენობაც იზრდება შესაბამისად. მადლობა, ქალბატონ ლელა, ჩვენ უკვე პროგრამების მიმდინარეობასა და შესრულებაზე, სეზონის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ შევხვდებით და ვისაუბრებთ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ. ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ერთმანეთს მომდევნო პარასკევს შევხვდებით. ნახვამდის.